გულწასულ ბავშვს ვასულიერებდით, გაუპატიურებული, როდესაც მოიყვანეს. და ზუსტად მახსოვს ის რუსი, რომელიც ფანჯარაზე ავიდა და წყალს რომ ვითხოვდით, დააშარდა ამ ბავშვს. აჰა თქვენ წყალი მოასულიერეთო. ვენერა მეშველიანი, ახალდაბა, ოჩამჩირე. 1993 წელი. საავადმყოფოში მოიტანეს შუაზე ხერხით გადაჭრილი გოგონას. ცისიკოს გვამი წერილით. როგორც ეს სხეული არ გაერთიანდება, ისე ვერ გაერთიანებთ საქართველოს და აფხაზეთს. გაგრა. ბავშვებს ხელები და ფეხები გადაუმტრიეს. სარებზე დასვეს. ერთ ბავშვს ტანკით გადაუარეს. ერთი ბავშვი გაატყავეს და ხორცზე წააწერეს. ქართული ძაღლი იყიდება კუპონზე. ხეზე იყო პატარა ბავშვი გაკრული. ქვედაბოლო იცვა ლურჯი ყვავილებით. ბავშვი არ ჩანდა, რადგან მუცლის ზემოთ კანი ქონდა ათლილი. თავისავე ტყავში იყო ბავშვი ჩამხრჩვალი როგორც ჩანს და სხეულს რაღაც მუყაოს ქაღალდი ქონდა მიფარებული და ზედრუსული ასოებით ეწერა. იყიდება ახალი ქართული ხორცი. ირა კოტუა თვითმხილველი ოჩამჩირე. ბავშვები გაყავდათ გასაუპატიურებლად. 9 წლის ბავშვს 9 მეტრიან მახმა ბოევიკმა კითხა რამდენი წლის ხარო? 9-ისო ჩაილაპარაკა ბავშვმა. მაშინ ადექი უკვე შეიძლებაო. დედა გადაეხვია ამ ბავშვს, არ წაიყვანოთ და მე გამოგყვებითო უთხრა. და ბავშვი დატოვეს. დედა წაიყვანეს. იმ ტყვეობაში ნამყოფი გოგონები და ქალები თავიანთ ჭკუაზე ვერ იყვნენ. საშინელება მაგას სიკვდილი სჯობდა. ღმერთმა ყველა დაიფაროს ამ საშინელებისგან. ახლაც მახსენდება ღამღამობით, როგორ გადავრჩი, როგორ შევინახე ჩემი თავი, ნუცა გიობრელიძე. ეს არის აზემო ათარა სკოლაში 300 ქალი ყავდა დატყვევებული და ყოველ დღე აუპატიურებდნენ. მეზობელს ჭაქონდა ეზოში და უკითხე წყლიდან რატომ არ იღებთ წყალს მეთქი? დაშრა წყალიო, წყალი კი არ დაშრა. ხალხი ჩაყარეს ჭაში. ჭები ავსეს მკვდრებით. ნუცა გიობრელიძე დარსალი, ახალდაბა ოჩამჩირე 1993 წელი. ეხლა მე მინდა წავიკითხო ვინ აკეთებდა ამ ყველაფერს, ვინმეს რო არ ეგონოს რომ ამას აკეთებდნენ აფხაზები. რუსული შენაერთების ჩამონათვალი, რომლებიც მონაწილეობდნენ ქართველების გენოციდში. შავი ზღვის ფლოტის სამხედრო საზღვაო დაჯგუფება, მეთაური ადმირალ კასატანოვი. 653 საზენიტო, სადესანტო, სარაკეტო პოლკი. განსაკუთრებული დანიშნულების ფსკოვის დივიზიის ქვედანაყოფი. 901 სალკეული სადესანტო მოიერიშე ბატალიონი. კრიმსკი კამსამოლეც. აი ეს ყველაფერი აქ რუსეთს ჩვენთან მოწყობილი, მაშინ როდესაც საქართველოში არც ნატოს ჭაჭანება იყო და ევროკავშირის საერთოდ არ არსებობდა. ხო და მე მაინტერესებს ბატონი ზურაბისგან, თქვენ რომ ყოფილიყავით, აი მაგალითად ცისიკოს მამის მდგომარეობაში, ან იმ ქალების ქმრის მდგომარეობაში, რომლებსაც ცოლებს უპატიურებდნენ რუსები. მაშინ როდესაც დასავლეთი არ არსებობდა, საქართველო უბრალოდ დამოუკიდებლობას ითხოვდა და დამოუკიდებელი გახდა. მეტი არაფერს როგორ ვაპირებთ ამ ქვეყანასთან დალაგებას და თუ ეს არ არის თქვენთვის მტრობა, მაშინ რა არის მტრობა? ანუ რამდენი ქალი უნდა გააუპატიუროს რუსეთმა, რომ თქვენ ტრად ჩათვალოთ?